ეს ტიპი არსენი ქვია ამას. ძალიან საინტერესო აზრს ანვითარებს. მოდი ახლა ამას მოვუსმინოთ და მერე ერთ-ორ სიტყვას ჩემგანაც დავამატებ რა. და აბა თუ ეთანხმებით მის ამ აზრს გავცხოთ. მილიონობით მამაკაცი დღის განმავლობაში წელს იწყვეტს და მუშაობს, რომ საკუთარ სახლშივე დაახვედრონ გემრიელი კერძი. მე საკუთარ სახლშივე საკუთარმავე შვილებმა მას ბოდიში და გეინონ. მერე ადგეს და თავისმა ცოლმაც მიატოვოს ან თავად მას ასე ვთქვათ. და ამიტომ მე მოვითხოვ, რომ მამაკაცის ღვაწლსაც დაერქვას აღმზრდელობითი, ანუ მამის ღვაწლსაც და ეწოდოს თანამედროვე სამყაროში აღმზრდელობითი. იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში მამაკაცისთვის, მამისთვის ადგილი უბრალოდ აღარ არის. ჩემგან ძალიან საინტერესო აზრი უნდა დავამატო ახლა რა. მამაკაცის შესახებ, აი მოკვდა რა, კაცი გარდაიცვალა, წავიდა აღარ არის და რა რჩება მისგან. დაიბადა იშრომა, იწვალა, იომა, მოკვდა. და ესეთი მოკლე ფილოსოფია კიდე ერთმა ცნობილმა ადამიანმა მსახიობმა თქვა. მოკლედ თანამედროვე სამყაროში უპირობოდ უყვართ ბედები, ბავშვები და ცხოველები. მამაკაცისთვის სიყვარული თანამედროვე სამყაროში გამოილია. რავი, ძალიან მკაცრია რა.